ომანიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ. დღეს კიდევ ერთი ფრენა შესრულდება. ამჯერად რეისი დაგეგმილია საუდის არაბეთიდან. პროცესის დაზიანებას ცდილობს რადიკალური ოპოზიცია, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ხალხის ჩაწყობით ჩამოჰყავთ. რეალურად კი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოს, დგება სიები და ხალხის ჩამოყვანის პროცესი გრძელდება. როგორც კი ჩვენ მივიღეთ თანხმობა სპეციალური რეისების შესრულებაზე შესაბამისი ქვეყნებიდან, იმ წუთზე მოხდა კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან მაქსიმალურად ფართოდ, რაც შესაძლებლობების ჩვენ მქონდა და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს საელჩოებს და დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, თუ კი მას სურვილი აქვს სამშობლოში დაბრუნების. იმ ქვეყნებში, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან, საუბარი არის ამ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე ყატარის სახელმწიფოებზე, სადაც საჰაერო სივრცე დაკეტილია და ვერ ხორციელდება ფრენები, ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში. საქართველოს მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში. დღეს დილით უკვე დაბრუნდა ერთი რეისი, განხორციელდა ერთი რეისი ომანიდან, მასკატიდან საქართველოში დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეები. დღეს ასევე იგეგმება შემდეგი სპეციალური რეისი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე განხორციელდება საუდის არაბეთიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებზე მოვახდინოთ, ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ.